ახლა უნდა გამოვყო აუცილებლად სასულიერო, რასაც ახლა ვიტყვი მე, საერო ადამიანმა რო თქვას ეს მისთვის ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ სასულიერო პირისთვის ეს შეცდომა, ასე ვთქვათ. ის სასულიერო პირი, რომელიც თავის ქადაგებებში მის ქადაგებებში უფრო ჭარბობს ეროვნული სიყვარული, ეროვნება უფრო ჭარბობს, ხო, პატრიოტიზმი. ასე ქართველები და ჩვენ ქართველები და ქართველობა და ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ერი ვართ სოფლიოში და წითხვედრი ვართ და ესეთები ვართ და ისეთები ვართ. ასეთი სასულიერო პირი ქრისტემდე ვერ მიგიყვანთ. ვიცი, ბევრს არ ესიამოვნება ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ავქნათ ახლა. ადამიანის სიამოვნებაზე რო დავდიოდე, მაშინ არ ვიქნებოდი აძინოკი ვოლკი, მოხეტიალე მონადირე. ვიქნებოდი სანე ბუნაგში კარგად მოყუჩებული, კომფორტულად. საერო ადამიანისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ასე ვთქვათ, ზრუნავდეს ასეთი ტიპის, ვთქვათ, გამოხატავდეს სიყვარულს საკუთარი ეროვნების მიმართ. რადგან მას ჯერ არ შეუცნია ჭეშმარიტება და მისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა. მაგრამ სასულიერო პირი არ ნიშნავს უბრალოდ ტანსაცმლის გამოცვლას და წვერის მოშვებას. უნდა მოხდეს ფერისცვალება გონებაში სახარების სწავლების მიხედვით. სახარების სწავლებაში კიდე მაცხოვარი ამბობს, ვისაც დედა და მამა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. ეს სიტყვები, მოდი განმარტოთ, რას ნიშნავს. აი ეს სიტყვები რომ თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მეფემ, პრეზიდენტმა, იმპერატორმა, ქარხნის დირექტორმა თუ პარლამენტის თავმჯდომარემ თუ ვიღაცა ლიდერმა, რომელიც თავის დაქვემდებარებულ ადამიანებს მიმართავს, ეს იქნებოდა ბოროტება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგოიზმია, ხო, რომ ადამიანი აიძულებს სხვა ადამიანებს, რომ ის უყვარდეთ ოჯახის წევრებზე მეტად. ეს არის მკრეხელობა და ბოროტება, მაგრამ როცა ამას ღვთის ძე ლაპარაკობს, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ეს პირიქით სიკეთეა ჩვენთვის და რატომ? ქრისტესადმი სიყვარული ადამიანს განაღმრთობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესია, ხო? ერთ დღიანი რაღაც ემოციით გამოხატული სიყვარული არ არის სიყვარული. როცა გააზრებული, გასიგრძე განებული, ასე ვთქვათ, მაცხოვრის სიყვარული და ეს დროთა განმავლობაში ადამიანს განწმენს ნებებისგან და მანკიერებებისგან, წმინდანს ხდის და ასეთ ადამიანს ძალუც ჭეშმარიტი სიყვარული, როგორც საკუთარი ეროვნების, ოჯახის წევრის თუ მოყვასის. აი ეს არის ჯანმრთელი სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული. განხდომილი ადამიანი, რომელშიც არის დამარცხებული ეგოიზმი. ასეთ შეუძლია როგორც რომანტიკული სიყვარული, ისე ოჯახური სიყვარული და ისე ეროვნების სიყვარული. რასაც ჩვენ ქრისტეზე მაღლა დავაყენებთ, ის ფასეულობა მახინჯდება. პავლე ამბობს, რომ ყველაფერი ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შემეძინა. ყველაფერი, ასე ვთქვათ, ქრისტეს გარეშე არცეთი ფასეულობა ჭეშმარიტი არ არის. ქრისტეს გარეშე ყველა ფასეულობა მახინჯდება. ამიტომ ღმერთი უნდა გავაღმერთოთ და არა სხვა რაიმე ფასეულობა. და აი მაშინ არის ეს ჯანმრთელი სიყვარული. და როცა ქრისტეზე მაღლა ჩვენ დავაყენებთ ეროვნულობას, ესეთი სარწმუნოება გადადის ფაშიზმში, ანუ შეუწყნარებლობა სხვა ეროვნების და სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილში. როცა გიყვარს შენ ქრისტეს სიყვარული იცით რას ნიშნავს? ისევ პავლე მოციქულის სიტყვას მოვიყვან. იტვირთეთ ურთიერთას ტვირთი იტვირთეთ და ესეთ აღასრულეთ ქრისტეს ჯული. გესმით? ანუ შენ თავგანწირული ხარ მოყვასისთვის. ანუ შენში ეგოიზმი არ არის, გესმით? და შენ თავს წირავ, ტვირთულობ მოყვას. მაგრამ თუ ქრისტეზე მაღლა გაქვს დაყენებული, რაიმე ფასეულობა, შენ თავგანწირული კი არა ხარ, შენ პირიქით ასე ვთქვათ, სხვას წირავ, სხვას იმეტებ. აი ამაშია სხვაობა. ამიტომ ჩვენი ჭეშმარიტი ორიენტირი არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და აი ამ ორიენტირს უნდა მივყვეთ. მოხეტიალე მონადირე. იო სიყვარულით.